ერედვიდან სხვათა შორის იყო ხალხი იქ მე-11 სკოლაში. კი. მე-11 ბევრი ხალხი არის. 200-მდე არა. ყველა ოთახიდან გუშინ. ერედვიდან გორამდე დაფინანდნენ ნახლა თვითფინავები და ბომბზე ვარ საბურთალოზე. სოფლიდან ბევრი გამოხვედით? გამოვედით ერთი დედაჩემი დარჩა იქ არავის ცხალი აკვდარია არჩის უჩიაცაფერი არის დარჩა ერთი 6 ადამიანი მოვიდარჩა. ცხინვალის რომ სოფლები იყო იქიდან ვარ ჩვენ სოფლები ამ ბომბავდნენ. ჩვენ ფაქტიურად სახლის საერთოდ აღარ გაგვაჩნია არაფერი მიწასთან არის გასწორებული ყველაფერი. დავრჩით ღიად ცის ქვეშ. ჩინედა ჩემ გამგრეულ სახში მიყვანო. ნეტა ჩემ გამგრეულ სახში მიყვანო და არ მინდა მათი ოქროც არ მინდა, ოქროც არ მინდა. და ჩემი იქ ვით დარჩა ისინი მარჩვენა მარტო ცოცხლად უკდრებია. ელემენტარულად რაღაცა აი ესე როგორც ვართ ისე ვართ წამოსული ელემენტარული ტანსაცმელი გამოსაცვლელი ტანსაცმელი კი არა აბსოლუტურად საბუთები და ყველაფერი და თუ კი რამე გაგვაჩნდა ყველაფერი დამწვარია დანგრეულია დაღუპულები ვართ საერთოდ კიდე მოდი კი ვინმე დარჩა ჩუმად ზოგი სარდაფებში იყვნენ და ვერ გაიგეს ვერ ვინც ვერ მოახერხა წამოსვლა ჩვენ მაგალითად მოვდიოდით და თან გზაში გვესროდნენ უბრალოდ გადავრჩით ჩვენ მანქანა მიყოლა და იმიტომ წამოვედით თუ ვისაც მანქანა არ ყავდა ფეხით ვერ გადმოვიდოდა იქ და დარჩა სარდაფში იყო მე კონტაქტი ქონდა ეხლა ციკერის ეხლა ჩემი მეზობლები არიან იქ ორია და მამაშვილი იმალებიან რა გავაკეთოთ მე რა უშულობ თავრობასთან მიდიო იქნებ რამე დაგეხმაროთ ჩემი სიმამე და სიდედერი მოდის ეხლა ტყეზე გზაში მოუკლეს ადამიანი კაცი ჩემი ნათესავი არ კატა იყო მეზობელი რა მაგათ მოკლეს რავი ალბათ რუსულად რაღაცა უთხრა ალბათ ჩვენ მიწავ რაღაცა და მოკლეს რა პრიკაზი აქვს მაგათ რუსებს რო ყველასა ყოცავენ ესეთი რამე არ მახსოვს 18 წელიწადია იმ ხეობაში ვარ ხალხო და აი ესეთი სროლა მე არ გამიგია ავტომატის გასროლის ხმა საერთოდ ზანზარებდა ყურებიდან აღარ გვესმოდა